სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება 40 დღის ჩვილ იესოს თავის ყოვლადწმიდა დედასთან ერთად. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას გვაძლევს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. გადმოცემის თანახმად მართალმა სვიმეონმა იცოცხლა 300 წელიწადზე მეტი, რადგან მას სულიწმინდისგან ეუწყა წინასწარ, რომ არ გარდაიცვლება ისე, რომ თავისი თვალით არ იხილოს ქრისტე მაცხოვარი. და აი, როდესაც მან ხელში აიყვანა ჩვილი იესო, მიიხუტა გახარებულმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები. აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ეს ნიშნავს, რომ აღსრულდა ყველაფერი ის, რისთვისაც მე ცხოვრობდი. მე ჩემი თვალით ვიხილე მესია მხსნელი სოფლისა და ამიერიდან შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს. და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმისთვის, რომ ჩვენს შევძლოთ გარდაცვალების წინ ასეთი სიტყვების წარმოთქმა, უნდა გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. და მართალი სვიმეონი აი ესეთ დიდ ღირსებას მიაღწია, მიიღო ეს დიდი პატივი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში აიყვანა იესო ქრისტე და მიიხუტა, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. და აი, ამდენად ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთის მიმქმელი. ყველა იმას, ვინც თავის გულში შემოუშვებს უფალს. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალ იესო ქრისტე, როდესაც ამბობს, ვინც მე შემიყვარებს და დაიცავს ჩემ სიტყვებს, მას შეიყვარებს მამა ჩემი და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ. და სხვაგან ამბობს, აჰავ გავარ კართან და ვაკაკუნებ. ვინც გაიგებს ჩემ ხმას და გამიღებს კარს, შევალ და მასთან ვივახშმებ და იგი ჩემთან. ესე იგი, იმისთვის, რომ ჩვენს გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება, რომ შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის ცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს ჩვენ. იქნება ეს მისი სიტყვებით, წმინდა სახარებიდან, ბიბლიიდან, თუ იქნება ეს განსაცდელების მეშვეობით. და ის, რომ ადამიანი ღვთის ტაძარია, ამას ასწავლიან მოციქულებიც. მაგალითად, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ნუ თუ არიცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმინდისა. და სხვაგან ამბობს ასევე, რომ ნუ თუ არიცით, რომ ქრისტე არის თქვენში. ამრიგად აი, ვიმეორებ, რომ არ უნდა დავუხუროთ, როცა მოგვიწოდებს უფალი, როცა სურს მას შემოსვლა ჩვენი გულის საიდუმლო ტაძარში. აი, ეს არის მიზანი
ქრისტიანული ცხოვრების ძვირფასო ძმებო და დებო. და რამ გახადა ღირსი მართალი სვიმეონი, რომ ღვთის მიმრქმელი გამხდარიყო. როგორც ამბობს სახარება, რომ იგი იყო მართალი წინა შეუფლისა და მოელოდა ნუგეშინის ცემას ისრაელისასა. ესე იგი, იგი ცხოვრობდა საღვთო ჯულის მიხედვით და თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამიტომ რას ნიშნავს ეს, რომ მხოლოდ გარეგნული შეხება ქრისტესი არაფრის მომცემია. თუ ამასთან არ ახლავს შინაგანი მსმენა და სიყვარული, მაშინ უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად შეხება. ვინაიდან ისრაელშიც ბევრი ადამიანი ეხებოდა უფალს ხელით, ფიზიკურად ეხებოდნენ, მაგრამ ამან მათ არანაირი სარგებელი არ მოუტანა. რადგან იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს ვეცადოთ ჩვენც, რომ ვისწრაფოდეთ აი ამ დიდი პატივისკენ და გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი, მისი მცნებების დაცვით, რომ ჩვენს გულებშიც მოიწყოს უფალმა თავისი წმინდა სავანე, რომ ჩვენს შევძლოთ, რომ გავხდეთ ღვთის მიმრქმელები ამ ცხოვრებაში. ხოლო აი ამ წუთის სოფლიდან გასვლის ჟამს, რომ ჩვენს წარმოვთქვათ ეს დიდებული სიტყვები. აც განუტევე მონაშენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით. ამინ.